ვაგრძელებთ საუბარს ჰემოგლობინზე, კერძოდ როგორ იკავშირებს ის ჟანგბადს. აქ არის პატარა ანიმაცია, სწორედ ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე თავით აღარ შემეძლია რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ პროგრამულად ისე არის, რომ მაშინ ეს დაიხურება. უბრალოდ თქვენ მიადევნეთ თვალყური, ახლა საქმე რაშია, რომ ერთი მოლეკულა ჰემოგლობინი, როგორც ვიცით, იკავშირებს 4 მოლეკულა ჟანგბადს, ხო? და იმისთვის, რომ ჟანგბადის მოლეკულა იქნეს დაკავშირებული, უნდა გაწყდეს მარილის ხიდაკები. აი ეს 8 მარილის ხიდაკი, რომელზეც ჩვენ ამავე ლექციის წინა ნაწილში გვქონდა საუბარი. და მარილის ხიდაკების გაწყვეტა საჭიროებს ენერგიას. მართალია ისინი იონური ბმებით არიან წარმოქმნილი, მაგრამ და სუსტი ბმაა კოვალენტურთან შედარებით, მაგრამ მაინც ენერგია ჭირდება მის გაწყვეტას. და ამიტომ ჰემოგლობინის მოლეკულასთან ჟანგბადის პირველი მოლეკულის მიერთება არის შედარებით გაძნელებული. შემდეგ უკვე რაც მარილის ხიდაკების ერთი ნაწილი გაწყდება, დარჩენილი ხიდაკების გაწყვეტას უფრო ნაკლები ენერგია დასჭირდება და ამიტომ ჰემოგლობინთან ჟანგბადის ყოველი შემდეგი მოლეკულის მიერთება უფრო და უფრო ადვილად მოხდება ვიდრე წინა მოლეკულის. 4-ვე სუბერთეულთან ჟანგბადის დაკავშირების შედეგად მიიღება ოქსიჰემოგლობინი, ანუ HbO2. HbO2, რომელშიც დეზოქსიჰემოგლობინისგან განსხვავებით 8-ვე მარილის ხიდაკი არის გაწყვეტილი. ანუ ოქსიჰემოგლობინში მეოთხეული სტრუქტურა დაძაბული აღარ არის, ანუ T ფორმაში აღარ არის. ახლა თქვენ ოქსიჰემოგლობინს ხედავთ სწორედ თქვენს ეკრანებზე. მე კიდევ ერთხელ გავუშვებ, აი T-შია ახლა მიუერთდა ჟანგბადის პირველი მოლეკულა, ნაწილი გაწყდა მარილის ხიდაკები, კიდევ უფრო, ანუ მესამე მეორზე კიდევ უფრო რელაქსირებულ ფორმაში გადავიდა. ესე იგი, აი ამ ფორმას მოშვებულ, ანუ R ფორმას უწოდებენ. ჰემოგლობინის T ფორმის რელაქსირებულ R ფორმაში გადასვლა ხდება თანდათანობით, თქვენ ამას ანიმაციაზე შეამჩნევდით. საფეხურებრივად ხდება, ამიტომ T და R ფორმებს შორის არსებობს ეგრეთ წოდებული გარდამავალი ფორმები, ესე იგი ნაწილობრივ რო T ფორმაშია და ნაწილობრივ ჯერ კიდევ, ესე იგი ნაწილობრივ ჯერ კიდე T ფორმაშია და ნაწილობრივ არის უკვე R ფორმაში. თითოეული მოლეკულის მიერთების შემდეგ, ანუ ჟანგბადის თითოეული მოლეკულის მიერთების შემდეგ, ჰემოგლობინის ჟანგბადისადმი სწრაფვა იზრდება და ჟანგბადისადმი სწრაფვა ჰემოგლობინის T ფორმაში არის 300-ჯერ უფრო მეტი, უბრალოდ 300-ჯერ უფრო ნაკლები ვიდრე R ფორმაში. იმიტომ რომ R ფორმაში უკვე ნაწილობრივ R ფორმაში მაინც ნაწილი გაწყვეტილია აი მარილის ხიდაკების და რა თქმა უნდა სწრაფვა მატულობს. რაც შეეხება სტრუქტურის ცვლილებას, ანუ ჟანგბადთან დაკავშირების შემდეგ უკვე ჰემოგლობინის მეოთხეული სტრუქტურა ცვლილებას განიცდის. ამიტომ T და R ფორმაში ჰემოგლობინის მეოთხეული სტრუქტურები ერთმანეთისგან განსხვავდება და ანუ R ფორმაში გადასვლისას არის ღრუ, აი ეს არხი, რომელიც აი უკაცრავად ეს არხი ფართოვდება, რომელიც ამ სუბერთეულებს შორის არის და რომელიც მას განჭოლავს მთელ სიგრძეზე და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ჰემოგლობინის მოლეკულა სუნთქავს, ანუ ჟანგბადთან დაკავშირების შედეგად ის შეიკუმშება, ანუ თითქოს ჩაისუნთქავს ჟანგბადს, ჟანგბადის გამონთავისუფლების შედეგად კი გაფართოვდება, ანუ თითქოს ამოისუნთქა ჟანგბადიო, ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს. მე მინდა კვლავ მიაქციოთ ყურადღება ამ ანიმაციას, აი სანამ დაუკავშირდება ჟანგბადი, აი ეს მწვანე რაღაც ბურთია, ხო, დაკავშირებული ამ ანიმაციაში შუა არხში. ეს მოდელი, ანუ ეს ასახავს და შემდეგ ეს ქრება, ანუ როდესაც R ფორმაში გადადის, ანუ ეს ასახავს, რომ რაღაც ლიგანდი უკავშირდება მას, ანუ T ფორმაში ჰემოგლობინთან არის რაღაცა ლიგანდი დაკავშირებული აი ამ გრუში, აი ამ არხში, რომელიც განჭოლავს მთლიანად იმას ჰემოგლობინის მოლეკულას, აი აქ არის კიდევაც აღნიშნული BPG. ანუ ეს არის 2-3 BPG, 2-3 bis ფოსფოგლიცერატი, 2-3 ეს არის ადგილმდებარეობა, სადაც არის ეს ჯგუფები დაკავშირებული. ეს არის
ეს არის უბრალოდ ფოსფატური ჯგუფები, რომელ მდგომარეობაშიც არის დაკავშირებული, ანუ მეორე და მესამე მდგომარეობაში. ეს არის დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება მეტაბოლიზმის პროცესში. კერძოდ, ერითროციტებში მიმდინარე გლიკოლიზური პროცესების დროს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი არის და ჰემოგლობინთან ამ 2-3 BPG-ის დაკავშირება აღმოჩნდა, რომ 26-ჯერ ამცირებს ჰემოგლობინის ჟანგბადისადმის სწრაფვას. ჰემოგლობინის ერთ მოლეკულას 2-3 BPG-ის მხოლოდ ერთი მოლეკულა შეიძლება დაუკავშირდეს და ისიც მხოლოდ ტემპმდგომარეობაში, ანუ მხოლოდ დეზოქსი ჰემოგლობინს უკავშირდება. როდესაც ხდება მარილის ხიდაკების გაწყვეტა და R ფორმაში გადასვლა და ჟანგბადის დაკავშირება, ის გამოვარდება, ასე ვთქვათ, ამოვარდება ამ არხიდან, იმიტომ რომ აი ეს ბმებიც წყდება, რითი მეშვეობითაც ის უკავშირდება ჰემოგლობინს. მაშინ მოდით შევაჯამოთ კიდევ ერთხელ, ესე იგი ერთი მოლეკულა ჰემოგლობინი იკავშირებს 4 მოლეკულა ჟანგბადს, შესაბამისად ხდება ამ ჟანგბადის გამოთავისუფლება პერიფერიულ სისხლში, იმიტომ რომ რკინა არ იცვლის თავის დაჟანგულობის ხარისხს, ანუ +2 არის და +2-ად რჩება, იკავშირებს ნახშირორჟანგის მოლეკულებს პერიფერიულ სისხლში და გადმოაქვს ის არტერიულში, ანუ ჟანგბადის ადგილას იკავშირებს, ესე იგი 4 მოლეკულა CO2 გადმოაქვს და შეიძლება დაიკავშიროს აგრეთვე წყალბადის 2 ატომი. ოღონდ ის უკავშირდება ბეტა ჯაჭვების C კიდურა ბოლოებში არსებულ ჰისტიდინის ნაშთებს და შესაბამისად ხდება აი მათი გადმოტანაც პერიფერიული სისხლიდან არტერიულ სისხლში. ანუ ჰემოგლობინი ეს არის რთული ცილა, რთული გლობულური ცილა, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო ფუნქციას. სხვათა შორის სატრანსპორტო ფუნქციას ახორციელებს აგრეთვე ლიპოპროტეინებიც და სისხლის პლაზმის ალბუმინები და გლობულინები, თუმცა მათ შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ უკვე სხვა ლექციაში.